პარლამენტი 2,19 მილიონ ლარად 25 ახალ ავტომობილს ყიდულობს. სატენდერო მოთხოვნებით ავტომობილი უნდა იყოს პირველი კლასის, სედანის ტიპის და ჰიბრიდული, მანქანა არ უნდა იყოს 2025 წელზე ადრე გამოშვებული და შავი ფერის. პარლამენტის აპარატი ერთ ავტომობილში 119,000 ლარზე მეტს გადაიხდის. გათბობა არ ჩაურთავთ, სამ-სამი პლედით გძინავს, პატიმრებს ყინავენ. ციხეში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პროევროპულ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე წერს. უვარგის საკვებზე არასათანადო სამედიცინო მომსახურებასა და ანტისანიტარიაზე საუბრობენ ადვოკატებიც. ბეწვიანი პიურე ჭიებიანი და მოუხაშავი კარტოფილი ყველა პატიმარს ამას აჭმევენ ჩვენი სახელით, დაწერა ჩელეღურუამ. პენიტენციური სამსახური ყველაფერს უარყოფს და ამტკიცებს, რომ გათბობა ყველგან ჩართულია, ექიმ კი 24 საათიან რეჟიმში ხელმისაწვდომია. სამდღიანი პატიმრობის შემდეგ ზაჰესის იზოლატორი რუსიკო კობახიძემ დატოვა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი აქციაზე გზის გადაკეტვის მიზეზით იყო დაკავებული. უკრაინამ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმებას მიაღწია. ხელშეკრულებას, რომელსაც ზელენსკიმ ისტორიული უკვე უწოდა, ოფიციალურად ხვალ მოეწერება ხელი. შეთანხმება გაფორმდება საბერძნეთთანაც, რომლის მიხედვითაც უკრაინა ზამთარში გაზის იმპორტს საბერძნეთიდან უზრუნველყოფს.